გამარჯობათ, ჩემო პატუცემულო ტელემაყურებლებო. დიდი ხანია არ შევხვედრილვართ ერთმანეთს, ამ წელს პირველად გამოვდივარ თქვენთან შესახვედრად, ამიტომ გილოცავთ ახალ წელს, გილოცავთ ძველით ახალ წელს, შობას, ყველაფერს იმ დღესასწაულებს, რომლებიც გავიარეთ, თუმცა დიდად გასახარებელი, რასაკვირველია, ბევრი რამე არ იყო ჩვენს ქვეყანაში, რადგანაც მდგომარეობას ხედავთ, რომ არ არის ისეთი, როგორცაც სასურველი იქნებოდა ყოფილიყო, როგორც წარმოგვიდგინა, გვინდოდა რომ ახალი წელი რაღაცა ახალი იმედები ყოფილიყო, არჩევნების ჩატარებაზეც ვფიქრობდით, რომ რაღაცა ახალი სიახლე დაიწყებოდა. დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ სწორედ ალბათ ქართული ოცნება შეძლებდა იმას, რომ რაღაც სტაბილურობისკენ, რასაც ის ამბობდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეს ყველაფერი ყოფილიყო, მაგრამ მივიღეთ ყველაფერი საპირისპირო, რასაც ასე ვთქვათ, ფიქრობდით, გეგმები გქონდა, რეალობაში დადგა ისეთი პერიოდი, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში უკვე იმდენად არიან ნერვებაშლილი, იმდენად არიან გამოსული წყობიდან, რომ ყველაფერი ასე ვთქვათ მოსულა თითქოს ისეთი მდგომარეობა. ხა მე ამას ვიცი, ვისაც ვესაუბრები, ჩვენი ტელევიზიის მაყურებლების უდიდესი ნაწილი რასაკვირველია, მინიმუმ იმას ფიქრობს, რომ ლიბერალური ისფრთა ის ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც ეხლა ქუჩაში უკვე აგერ ყოველდღიურად ვისმენთ, ხო, 50 დღეს გადაცდა უკვე, რომ მიდის ასე ვთქვათ აქციები, ქვეყანაში არის კრიზისი, უკვე იმ მდგომარეობაშია სიტუაცია მისული, რომ ადამიანები ერთმანეთს უკვე უპირისპირდებიან ფიზიკურ დაპირისპირებებზე არის გადასული ეს ყველაფერი, ფიზიკური დაპირისპირება ხდებოდა ქუჩაში დემონსტრანტებთან მიმართებაში, დემონსტრანტებისა პოლიციელებთან მიმართებაში, ჟურნალისტებთან მიმართებაში, ჟურნალისტებისა პოლიციელებთან, ანუ რეალურად სახარბიელო სიტუაცია რო არა გვაქვს, ამაში ხო ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს ნამდვილად არ გვინდოდა. ჩვენი ტიპის ქვეყანაში, მით უმეტეს, როდესაც საუბარია, ხო, აგერ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც 3 ათეული წელიწადია, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და იქიდანაც რო დავიწყოთ, როცა იმ სათავეებთან ვინც ვიყავით, იმ ასაკის ვინც ავართ, თორე 30 წლის განმავლობაში უკვე თაობები ჩამოყალიბდნენ, დაიბადნენ ადამიანები, უკვე ასაკში შევიდნენ, ვინც ახალგაზრდა იყო, ისიც კიდე უფრო შუახნის გახდა, ხო, ბავშვები გაჩნდნენ, რომლებიც უკვე საერთოდ დამოუკიდებელ ქვეყანაში გაჩნდნენ და მათ უკვე თავიანთი შეხედულებები აქვთ, თავიანთი აზრები ჩამოუყალიბდათ. თუ აი ამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვინც იმ საწყისებთან ვიყავით. საბჭოთა კავშირიდან როცა გამოვდიოდით, ჩვენ ხო იმას ვფიქრობდით, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა გვექნებოდა და უფრო უკეთესად ვიცხოვრებდით, ვიდრე საბჭოთა კავშირში ცხოვრობდით. მაგრამ 3 ათეული წლის მანძილზე ჩვენ ვერ შევძელით ცხოვრების დონე. იქამდე აგვეყვანა, რაც საბჭოთა პერიოდში იყო. საბჭოეთში არ მოგწონდა მთელი რიგი საკითხები, მაგრამ სოციალური დაცვის საკითხი, ადამიანის დაცვის საკითხი, იმ გაგებით დაცვის თუ არა ადამიანის უფლებების დაცვის, რომელიც დღემდე ვერ მივახციეთ სხვათა შორის ამას, რომ ადამიანი დაცული იყოს სახელმწიფოში და გქონდეს ისეთი საკანონმდებლო სისტემა, სადაც დაცულობა რას ნიშნავს, ხო? დღეს დღევანდელ სიტუაციაში დღეს ვერ მივედით იქამდე, რომ ნებისმიერი ადამიანის დაკავება შეუძლია დღევანდელ ხელისუფალმა, თუ მოინდომა ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თქვენგანს, როცა უნდა მაშინვე დააპატიმრებს და არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა იმისა, რომ თქვენ დაცული იყოთ. ამას როცა ვამბობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მარტო რიტორიკა კი არ არის, არამედ რეალობაა, რასაც ვხედავთ. მე თვითონაც რაც მაქვს აი ბოლო პერიოდში, მით უმეტეს, როდესაც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილის პერიოდის მერე, ხო, რაღაც ამოვისუნთქეთ თითქოს და ადამიანების დაჭერები, ჩადებები, განადგურება ადამიანის, თითქოს ეს ყველაფერი უკვე მოშორებული გქონდა. ხო, ბიძინა ივანიშვილი როცა მოვიდა, დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ მოვიდა დადგა პერიოდი, როდესაც დამთავრდა ის საშინელი მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს ელემენტარულად რა თქმა უნდა ახლა ამას ბევრი ახსნა დღემდე ბიძინა ივანიშვილი რასაც იყენებს სინამდვილეში და რაც მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რითაც ის ხელისუფლებაში რჩება, არის ერთი რამ, არ მოვიდნენ ისინი.
ხო აი დღემდე ანუ ისეთი მოქმედებები ჩაიდინა იმ ასე ვთქვათ იმ ავად სახსენებელმა ნაციონალური მოძრაობის დროს იმ პერიოდის ნაციონალური მოძრაობის დროს ადამიანებმა რომ დღემდე იყენებს დღევანდელი ხელისუფალი იმას რომ ჩემი ყოფნა არის მხოლოდ და მხოლოდ ერთით რითაც მართლდება იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილი მე არ ვამბობ არის ალბათ მცირე ნაწილი ადამიანებისა რომლებიც ქართულ ოცნებას პირდაპირ უჭერენ ხარს მოსწონთ მისი პოლიტიკა ესეთი რაოდენობა ადამიანების ნამდვილად იქნება და 10-15%-მდე შეიძლება იყოს მაგრამ დანარჩენი ადამიანების დიდი ნაწილი ხო ელემენტარულად თulis რომ აი ისინი რომ არ მოვიდნენ და აი ილუზიას რომელსაც დღემდე ქმნის აი დღემდე აი დღესაც კი ადამიანები რომლებთანაც ურთიერთობა მაქვს ზოგი მეგობარია ზოგი ნათესავია ჩვეულებრივად ადამიანთან ურთიერთობა ვისთანაც მაქვს ხო იმ ადამიანების დიდი ნაწილი ამას არა მე ქართული ოცნება არ მომწონს მაგრამ ქართული ოცნება რომ არ იყოს მაშინ ხომ ისინი მოვლენ ანუ დღესაც მუშაობს ეს ინსტრუმენტი. და მოდით ამ ინსტრუმენტზე მინდა დაგელაპარაკოთ და ეს ინსტრუმენტიც ხომ საერთო ჯამში ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ქვეყნის შიგნით, ხო, ამ ინსტრუმენტს როცა ვიყენებთ, იგივე ინსტრუმენტით ვცდილობთ რომ გამოვიყენოთ ქვეყნის გარეთა ურთიერთობებშიც. და საერთო ჯამში ჩვენ მივედით იქამდე რომ არათუ ავტორიტარული ტიპის სახელმწიფო, რაც იყო თქვათ მიშას დროს, როდესაც ადამიანებს ელემენტარულად სახელმწიფო პირდაპირ ჩაგრავდა და სახელმწიფო ინსტიტუტები გადაიქცა დამსჯელ ორგანოებად, ხო? სასამართლოც ამ მდგომარეობაში იყო, აღარ ვლაპარაკობ პროკურატურაზე, აღარ ვლაპარაკობ ძალოვან სტრუქტურებზე, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხო? რეალურად აი ეს მდგომარეობა გვეგონა რომ დავამთავრეთ და დღესაც მივიღეთ ზუსტად იგივე მდგომარეობა, ხო? და ადამიანებს დღესაც კიდე აქვს ერთი რაღაც იმედი რომ იქნება და რაღაცა შეიცვალოს. კი არ მომწონს ეს, მაგრამ აი გარეთა ურთიერთობებში, ხო, ერთ-ერთი თემაც წამოვიდა ესეთი, რომ თუ კი დამოუკიდებლები ვართ ჩვენ, მაშინ რატომ უნდა ერეოდეს ამერიკის შეერთებული შტატები? ინგლისი ახლა ხანს იყო კიდე ხო ლაპარაკი, ინგლისს ცალკე რატო გამოვყოფთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, საერთოდ დასავლეთი ქვია კოლექტიური, მაგრამ ევროკავშირის წევრები არ არიან. მთლიანი ევროკავშირი, ხო? ყველანი დაპირისპირებულები არიან დღევანდელ ხელისუფლებასთან. ის მითიც თანდათანობით რომელიც აი ესე დადნა რომ 20 იანვარში როცა მოვა ტრამპი ის უკვე დაიწყებს დალაპარაკებას სხვანაირად და მოერევა იმ deep states ეს თემაც deep state-იც ხო საერთო ჯამში რო ავიღოთ რაზეა ხო საუბარი ადამიანების გარკვეულ ნაწილში მუდმივად არსებობდა და იყო ეს ყველანი მოსწრებულები ვართ ამას ოღონდ ეს სახელმწიფო დონეზე არასდროს არ ამოსულა რომ არსებობს რაღაცა ადამიანთა ჯგუფი ზოგს მასონებს ეძახდნენ ზოგს ილუმინატებს ზოგს რა ვიცი რა სინამდვილეში ანუ დიპ რა არის ხო ღრმა ისა რა ქვია მართვის რო არ ჩანან ის ადამიანები და ვინც მართავენ ხო აი ამაზე ლაპარაკი ყოველთვის არსებობდა ყოველთვის იყო ოღონდ ეს იყო რაღაც გარკვეულ წრეებში გარკვეული წრეებისთვის იყო საინტერესო მაგრამ ის რომ სახელმწიფო პოლიტიკის დონემზე ასულიყო რომ სინამდვილეში ქვეყანას რაღაც ადამიანების ჯგუფი მართავს რომლებმაც ყველაფერი იციან ყველაფერზე ინფორმაცია აქვთ მე ეს ადამიანები აწყობენ ომებს ეს ადამიანები ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოსთან აპირისპირებენ და ესენი არიან სინამდვილეში ოღონდ ვინ არიან და სხვადასხვანაირი ვერსიები არსებობდა აი როცა სახელმწიფომ გამოაცხადა ამასთან პირდაპირ ბრძოლა ხო სახელმწიფო დონეზე აიყვანა ასეთი რამე არ ყოფილა რასაც ეხლა მოვესწარით ხო ეს რასაკვირველია თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაიწყო ეს პროცესი არა პირდაპირი ასე ვთქვათ სახით მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტრამპი ამას ამბობდა რომ არსებობს რაღაც გარკვეული ძალები ოღონდ არა იმ გაგებით რა გაგებითაც აქ მიდის ლაპარაკი რომელთა წინააღმდეგობაში დაძლევა რომლის დაძლევა აუცილებელია და სხვათა შორის თვლიდა კიდევაც იმას რომ დიდი შეცდომა იყო ის რომ ვთქვათ უკრაინის ომის დროს რუსეთთან ფაქტიურად ჩაფლავდა ის რაც გეგმები ჰქონდათ რომ უნდა მომხდარიყო შიგნით რევოლუცია გახსოვთ ეს პერიოდი როცა მიდიოდა რუსეთი ამას ვერ გაუძლებდა სანქციები რომლებიც ამუშავდებოდა ეს რუსეთს დაანგრევდა მაგრამ რეალურად ეს ესე არ გამოვიდა ხო ფაქტის ახეზეა რომ ეს ესე არ გამოვიდა და პოლიტიკა იცვლება ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ტრამპი მოდის და პუტინის მეგობარია ის ეხლაც ესე თulis რომ ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე ჩვეულებრივი რამეა მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა თუ არა პარტნიორები საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები გადაიქცნენ ერთმანეთის კონკურენტებად და ასეა სულ ყველა სახელმწიფო ერთმანეთის მიმართ კონკურენტებად გადაქცეული ოღონდ ვიღაცა ვიღაცასთან მეგობრობს და პარტნიორობს ვიღაცის წინააღმდეგ და ამის მიხედვით რაღაც გარკვეული კავშირები ლაგდება ასე შეიქმნა თქვათ ნატო ასე შეიქმნა ვარშავის ხელშეკრულება
ასე ჩამოყალიბდა და მსოფლიო გაყოფილი იყო და მიდიოდა კონკურენცია და რაზე მიდიოდა კონკურენცია ხო თუ კარგად გავიხსენებთ ერთის მხრივ დემოკრატიას ავრცელებდნენ ისინი და ამბობდნენ რომ დემოკრატია კარგი ინსტრუმენტია, იმიტომ რომ შეხედეთ დემოკრატიულ ქვეყნებში ცხოვრების დონე როგორია. შეხედეთ დემოკრატიულ ქვეყნებში ადამიანი დაცული როგორ არის. სახელმწიფოსა და ადამიანს შორის აი ახლა რასაც ვლაპარაკობდი. ხო, იზომება იმის მიხედვით, მას ჯერ კიდევ მონტესკი ამბობდა და მონტესკი იყო ის ფრანგი უტოპისტი, რომელმაც შექმნა პირველად თეორიაში შექმნა სისტემა, სადაც შეიძლება რომ ხელისუფლება დაყოფილი იყოს სამ ნაწილად და რატო იყო ეს დაყოფილი სამ ნაწილად? იმიტომ აუცილებლობა იყო რომ არსებობს პოზიცია და ოპოზიცია, როცა ერთის გამარჯვება არ ნიშნავს მეორეს განადგურებას და როცა შეიცვალა ახალი მსოფლიო, ასე ვთქვათ, მოდელი შეთავაზეს, ხო? მთელ მსოფლიო შეთავაზეს მოდელი იმისა, როგორი უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა. ხო, როდესაც ერთპიროვნული მართლობა და როდესაც მონარქია შეიცვალა ახალი ტიპის სახელმწიფო წყობით. და ეს პირველი ჩაატარეს და მონტესკიე ფრანგი იყო და სხვათა შორის ფრანგები ძალიან დაეხმარნენ მაშინდელ ინგლისის კოლონიას, რომელიც ამერიკის იმ კონტინენტზე იყო და დაეხმარნენ. არა მარტო იმით დაეხმარნენ, იდეურად დაეხმარნენ და არა მარტო ფინანსურად დაეხმარნენ, სამხედრო ძალითაც დაეხმარნენ. ფრანგული ფილმები მაინც ხო გაქვთ ნანახი და გვინახია, ფრანგებმა პირდაპირ მიიღეს მონაწილეობა ინგლისელების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ვერ უწევდნენ ისინი წინააღმდეგობას აჯანყებულები, რომლებიც არ იყვნენ სამხედრო, ასე ვთქვათ, ისინი არ ქონდათ მეცნიერულად სამხედრო სწავლება არ იცოდნენ, სამხედროები არ ყავდათ და მილიცია ფაქტიურად ნიშნავდა შეიარაღებული ხალხის, ასე ვთქვათ, მოძრაობას, რომელიც ლაშქარის შექმნით ამით ებრძოდნენ ინგლისის ჯარებს. და ფრანგები პირდაპირ დაეხმარნენ მანდ. და ამის მერეა უკვე, როდესაც ის გამოცხადდა უკვე ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებელ ქვეყნად და ჩაუტანეს მერე ის სიმბოლო, კარგად იცით, ხო, ამერიკის თავისუფლების სიმბოლო ხელში იმ ჩირაღდნით, აი ეს უკვე ფრანგების ნაჩუქარი. აქედან გამომდინარე ფრანგების მიმართ ამერიკელების გარკვეული ეს სიმპათიები და მათი ეს დამოკიდებულება, რომელიც განსაკუთრებულად გამოაჩენს ხოლმე, იმ უძველესი დროიდან მოდის და ისინი ამას პატივს სცემენ და ახსოვთ, იმიტომ რომ ყველას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია, ყველას უნდა ახსოვდეს ვინ დაგიდგა გვერდით, ვინ იყო მეგობარი, ვინ იყო მტერი. ხო, აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ფრანგებს მიიჩნევენ და არა გერმანელებს, იმიტომ რომ ევროკავშირი ფაქტიურად ითვლებოდა, რომ ეს იყო გერმანია იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. ხო, ვინც წარმართავდა, მისი ეკონომიკა იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. გერმანია იყო წარმართველი ევროკავშირში თითქმის ყველაფრის, ყველა პოლიტიკური პროცესის და აი ამ სიტუაციაში მოხდა ის, რასაც ალბათ ველოდებოდით კიდევაც, გერმანია ფაქტიურად აღარ არის პრიორიტეტი. აქვს სწორედ ფრანგებს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხედავთ ამას და ალბათ ასეც გაგრძელდება კიდევაც, იმიტომ რომ ტრამპი არ შეცვლის ბევრ რამეს, დამოკიდებულებები შეიცვლება, იმიტომ რომ წააგეს. ხო, ბაიდენზე რას ამბობდა, გახსოვთ თქვენ, რომ მისი უდიდესი შეცდომა იყო, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთად დააყენა, იმიტომ რომ ამერიკელები კარგად თვლიან, კარგად იციან, რომ რუსეთი და ჩინეთის ერთად დაყენება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ რასაკვირველია ისინი ეცდებიან, რომ ეს კონგლომერანტი, რომელიც შეიქმნა რუსეთის გარშემო და რომელსაც ერთ-ერთი მთავარი აქ ჩინეთია, რომ მართლა მრავალპოლუსიანად გადაიქცეს. და ჩანს კიდევაც აქეთკენ წავა ეს ყველაფერი. აი ასეთ სიტუაციაში რასაკვირველია ქართულ აზროვნებაში ჩნდება ის მომენტი, ჩვეულებრივად, რომ საქართველოს აქვს თუ არა შანსი იმისი, რომ ასეთი დაპირისპირების ფონზე საქართველოს რომელიმე მხარე კი არ იყოს, არამედ დამოუკიდებელი საკუთარი თამაში შეძლოს. ანუ გაითვალისწინოს ყველას ინტერესები, გაითვალისწინოს დასავლეთის ინტერესები მთლიანობაში, ანუ ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის ინტერესები, ასევე გაითვალისწინოს რუსების ინტერესები, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით, როცა ნეიტრალიტეტზე ვლაპარაკობდით, რომ ჩვენი მეზობელია რუსეთი, მასთან აუცილებელია დალაპარაკება. ჩვენ არ შეიძლება მხარე ვიყოთ რუსთან ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსთან ურთულესი პოლიტიკური ვითარება გვაქვს, ხო? საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, როდესაც ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი და მოდით აქაც რომ გავიაროთ ეს საკითხი, აქაც შევთანხმდეთ, საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, თავისით ხომ არ დაიშალა. საბჭოთა კავშირის დაშლაში მინიმუმ ხელის შეწყობა ხომ იყო, თუ არა პირდაპირი, ასე ვთქვათ, ზემოქმედება იგივე იმ დასავლეთისა, ხო? ანუ ამერიკის შეერთებული შტატები
ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მისი მოწინააღმდეგე, ისევე როგორც რუსეთი აკეთებდა, ხო ერთი თუ დემოკრატიას, ასე ვთქვათ, ექსპორტს აკეთებდა დემოკრატიის მთელ მსოფლიოში და ამბობდა, რომ საუკეთესო მმართველობის ფორმაა. შეხედეთ, სადაც დემოკრატია, იქ ცხოვრების დონე როგორია, ხო? აი გაუმეორდები ისე, ადამიანი დაცულია, ხო, იმ სახელმწიფო სოციალურად დაცულია, ადამიანი მშიერი არ არის. ადამიანი, რომელიც ჩადის, სხვა ადამიანი, არათუ თავისი მოქალაქე, მას აძლევენ სტატუსს, რომელსაც ასევე დაცულია და ბევრმა ქართველმა ეს საკუთარ თავზე ნახა. ხო, თავისი ოჯახის წევრები, მეზობლები, რა ვიცი, ნათესავები, ახლობლები ხო გვყავს, რომლებიც ევროპაში ჩადიან სტატუსის მოპოვებას, ცდილობენ იმისთვის, რომ ელემენტარულად საჭმელი, სასმელი, ბინა, აი ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი ქონდეს. ხო, ადამიანი სოციალურად დაცული არის დასავლეთში და ამითი ისინი ახდენდნენ სწორ, ასე ვთქვათ, პროპაგანდირებას იმის, რომ დასავლურის აზროვნების სისტემა რამდენად კარგია. მეორე მხრივ საბჭოთა კავშირი დასაკეთებდა. სოციალური საკითხებზე ლაპარაკობდა და იმ ქვეყნებში, აი აფრიკის უდიდეს ძალიან ბევრ ნაწილში საბჭოთა კავშირმა მოიგო ფაქტიურად და მისი გავლენის ქვეშ იყო ძალიან ბევრი ქვეყანა, აღარ ვლაპარაკობ იმ ქვეყნებზეც, რომლებიც აი ვარშავის ხელშეკრულებაში, ვთქვათ, შედიოდნენ, რომლებიც ასე თუ ისე საბჭოთა კავშირს ეჭირა ხელში. საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები ეს უკვე კიდე ცალკე თემა იყო, ხო? სადაც ყველაზე მეტად, ასე ვთქვათ, გვინდოდა თუ არ გვინდოდა, ამ საბჭოთა კავშირში ვიყავით, რაღაცეები კარგი იყო, სოციალური დაცვის საკითხის, რომ ადამიანი ინსტიტუტს დაამთავრებდა, ვიცოდით, რომ სამსახური აუცილებლად ექნებოდა მას, ის რომ უმუშევარი არ დარჩებოდა, ანუ სწავლას ფასი ჰქონდა, ის რომ ადამიანი სამსახურს ყოველთვის ნახავდა იმდენს, რომ მშიერი არ იქნებოდა, თუ პირველადი მოხმარების პროდუქტები რაც კი იყო და რაც რაციონში, რომელიც დღეს აკლია სხვათა შორის, ხო? რომ რძე ქონოდა, ხაჭო ქონოდა, კარაქი ქონოდა, ხორცი ქონოდა, ეს ყველაფერი იყო საბჭოთა კავშირში. და ჩვენ ვფიქრობდით, რომ იმ დასავლეთის მსგავსი ტიპის ქვეყანა უნდა გაგვეკეთებინა. დასავლეთში კი არ უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ცხოვრების დონე უნდა აგვეწია, რომ საქართველოს ჰქონდა და ეხლაც აქვს ამის საშუალება, ხო? საქართველოს ჰქონდა და დღესაც აქვს საშუალება იმისი, რომ ადამიანი დღეს აქ დაცული იყოს. დაცული იყოს სოციალურად. ამას თქვათა შორის გთავაზობდით კიდევაც და არჩევნების დროს აი ეს ვინც უყურებდით, თქვათ 8 ნომერი ეკონომიკურ პროგრამას რას ამბობდა, ხო? აი დავით არხან-მოურავი ამბობდა პირდაპირ გეგმას გეუნებოდათ, როგორ უნდა განვითარდეს, ხო, მცირე ბიზნესის განვითარებით, როგორ უნდა შეიქმნას საშუალო ფენა, რომ ღარიბი ადამიანი არ უნდა არსებობდეს, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა საკუთარი შრომით, საკუთარი ენერგიით, საკუთარი უნარებით უნდა შეძლოს თავისი ოჯახის მართვა. ამას გთავაზობდით და გეუბნებოდით, როგორ უნდა გაგვეკეთებინა. და ეხლაც ნებისმიერ შეუძლია კაცო ამის ბანდამაინც ჩვენ გავაკეთებთ სხვა რომ ამას გთავაზობდით და გთავაზობდით ხელისუფლებასაც, რომ დამჯდარი იყო და გაეკეთებინა ის, რომ ქვეყანაში არ შეიძლება რამოდენიმე ასეული კაცი ფლობდეს ვებერთელა ფულს. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დაწყებული, იმიტომ რომ გამსახურდიას დროს ფულის კეთება ნამდვილად არ იყო, ამას ვერ დააბრალებს ვერავინ, იმიტომ რომ ელემენტარულად წელიწად და 2 თვეში მოსული ხელისუფლებამ ისიც კი ვერ გაიგო ძალაუფლება რას ნიშნავდა. ხო, იმის გემოც კი არ უგზნიათ, რას ნიშნავს ხელისუფლებაში ყოფნა. ხო, რაღაცა ეტაპებზე, თქვათ, დაიწყო ამისი ფორმირება, იქაც კი იყო რამოდენიმე შემთხვევა, გვახსოვს უყველას, როდესაც რაღაც კორუფციულ მომენტებზე იყო საუბარი და რაც შემთხვევაში არ ყოფილა. აი შევარდნაძის დროს ადამიანებმა ფული იშოვეს, რომლებიც დღეს შვილიშვილებს და კიდევ ბევრს ეყოფა. პრივატიზაციების დროს ფული გაკეთდა. იმ დროს იქ ვიყავი და იმიტომ ვიცი ეს. იმ დროს არ გვიშოვნია, თან ამას როცა ვლაპარაკობ, მე ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ვინც იმ პერიოდში იქ იყო და დღეს ხო ვხედავ რა საშუალებები აქვს და როგორ აქვს. ყველაზე კარგი დადასტურება ხო ესაა? ხო, ადამიანს დღეს რა აქვს? ხო, როგორ ცხოვრობს, როგორ აქვს მოწყობილი თავისი პირადი ცხოვრება, ოჯახის ცხოვრება, რა ბიზნესები აქვს, რა შემოსავლები აქვს. ხო, აი ეს ადამიანები, რომლებიც მაშინ ვიყავით, დიდ ნაწილს მართლაც ფული არ უშოვია და დღესაც ისევე ცხოვრობენ, როგორც თითოეული თქვენგანი ცხოვრობს იგივე პრობლემებით, გადასახადის პრობლემა, ბანკის პრობლემა და ამ პრობლემებით ცხოვრობს, როცა შეგვეძლო. ამას იმიტომ შეგვეძლო, იმიტომ რომ ჩემ დროს ხვდებოდა. როცა პირიქით გეუბნებოდნენ, რომ აი ეს გამაკეთებინე და წილში იქნები. აი ეს გამაკიდინე და წილში იქნები, აი ამ დროს ამას ვებრძოდით და დღესაც ვამბობთ, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში, რომ ადამიანები დაცული იყვნენ. იყოს ისეთი საგადასახადო სისტემა, რომელიც სისტემაც მოგცემს ამის საშუალებას, რომ ადამიანი მცირე ბიზნესი, საშუალო ფენა რო შეიქმნას, შეიძლება ამის გაკეთება. საბანკო სისტემა, ხშირ შემთხვევაში გინება მიდის ხოლმე ბანკირების, ხო, იმისი აგერ ვთქვათ, ხაზარაძეზე როცა ვლაპარაკობთ და ვთქვათ იგივე ამ ორმა ბანკმა ძირითადად თორე დანარჩენმა ბანკებმაც არ უქნია იმას, რა ქვია, მტერს
ეგეთი რამე რომ თუ ყავს დევნილები და 300,000-მდე დევნილი როცა ყავს, ამ შემთხვევაში ბანკებს უფრო მეტი ყავთ გამოგდებული სახლებიდან და ადამიანებმა დაკარგეს და ზოგი ამის პირზეა, ხო, მისული. მათ შორის მეც, ხო, იმიტომ რომ დღევანდელი ეკონომიკიდან გამომდინარე ისია განადგურებული ყველაფერი, ელემენტარულად ბანკს ვერ გადავუხდი ფულს და ჩადებული მაქვს ჩემი სახლი, ჩადებული მაქვს ის სესხით აღებული რაც გავაკეთე, ყველაფერი ჯერჯერობით ბანკისა, ჩემი არ არის, ხო? და ასე რამდენი ადამიანია. ხო, ადამიანები მით უმეტეს ეხლა დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც აღარც ტურიზმია, ხო, ჩაკვდა ყველაფერი. ხო, როცა სესხები გადევს, როცა გენგრევა თავზე ყველაფერი და ელემენტარულად აი ამ პირობებში როცა ვართ და ვარსებობთ, ასეთ დროს ჩვენ დაპირისპირებები შიგნით და დაპირისპირებები გარეთ. ხო, პირველად ვიძახდით იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რუსეთთან ომი, ანუ ქვეყანასთან რომელთან ომს ერიდება ყველაზე ძლიერი სამხედრო შეერაღებული, ასე ვთქვათ, კავშირი რაც არის, ხო, ყველაზე დიდი ეკონომიკების ნატო ერიდება რუსეთთან ომს, პირდაპირ კონფლიქტს ერიდება და ჩანს კიდევაც ახლა რომ ამ კონფლიქტიდან ნელ-ნელა პირიქით ისინი ეცდებიან, რომ დარეგულირების რაღაცა ფორმები მოძებნონ. ხო, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ეს დაპირისპირება არ იქნება და ნუ ჩათulis, რომ დამთავრდა მესამე მსოფლიო ომი აღარ იქნება, რადგანაც ბაიდენი აღარ არის და ტრამპი მოვიდა, ეს სრულებითაც არნიშნავს იმას, რომ მათ შორის დაპირისპირება არ იქნება. უბრალოდ თვლით, რომ უფრო შედარებით ჭკვიანური ნაბიჯები იქნება გადადგმული და ამ ჭკვიანურ და პრაგმატულ ნაბიჯებში შეიძლება გადავრჩეთ მესამე მსოფლიო ომს. ამისი შანსები, ასე ვთქვათ, არის და გაჩნდა და ამის შანსების გამოყენებას რამდენად შეძლებენ ის ქვეყნები და რამდენად შევძლებთ ჩვენც, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ, ხო? აი ამას ვამბობდი, რომ შანსი ქონდა საქართველოს იმისი, რომ ამ დაპირისპირებების ფონზე, ანუ დღეს რაზეც მიდის საუბარი, ხო, სინამდვილეში რაზეა. ხო, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, ამერიკელებმა რა უთხრეს. უთხრეს, რომ უნდა წახვიდე ხელისუფლებიდან და ჩაატარო თავიდან არჩევნები, იმიტომ რომ არასწორად ჩაატარე არჩევნები. რა უთხრა ევროკავშირმაც იგივე უთხრა, შენ არჩევნები არასწორად ჩაატარე. ხო, სამჯერ იყავი და თან მართვის ის ფორმა, რომლითაც შენ მართავ, პირველი პირი ხარ საქართველოში, რეალურად შენ მართავ ყველაფერს, მაგრამ ამ დროს შენ არანაირი პასუხისგებლობა არ აქვს, იმიტომ რომ პირველი პირი ნიშნავს არჩეული პირი უნდა იყო. სხვანაირად შენ როგორ უნდა მართავდე, ხო? ასეთი ფორმა იმისი, რა ქვია, ქვეყნის მართვის თქვენ წარმოიდგინეთ, არც რუსეთს აქვს, არც ჩინეთს აქვს, არც ირანს აქვს. ხო, როცა ამ სამთან, ასე ვთქვათ, ვაიგივებენ და ამბობენ, რომ თქვენ გადიხართ დასავლური აზროვნების წესიდან და შედიხართ სხვა აზროვნების, სხვა ეკონომიკურ, სხვა პოლიტიკურ სივრცეში, ეს არის რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ამ მიმართულებით მიდიხართ. არც იქ არ არის ეგეთი ფორმა. იქ თუ აიათოლა მართავს, მას კონსტიტუციურად აქვს ეს. კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებებით აკეთებენ. კონსტიტუციაში უწერიათ, კი არ არღვევენ რამეს, არამედ უწერიათ პირდაპირ, რომ ის ღებულობს გადაწყვეტილებას და მე ასე ვთქვათ, სასულიერო თემი, რომელიც წყვეტს იმას, თუ ვინ მიიღებს პრეზიდენტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ვისა აქვს. ხო, შეუძლიათ მათ გადაწყვეტონ. ვიღაცაზე თქვან, რომ არა ეს ადამიანი არ უნდა ღებულობდეს მონაწილეობას, ეს ადამიანები უნდა ღებულობდნენ მონაწილეობას. ამისი უფლება კონსტიტუციურად აქვს და ამითი ერევა. და ამითი ის, თქვათ, მართავს იმ სიტუაციას, მისთვის ვინც არ არის, ვინც მიუღებელია, პირდაპირ არ დაუშვებენ არჩევნებს. ასევეა პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ღებულობენ მონაწილეობას, ხო? ეს საბჭო, რელიგიური საბჭო წყვეტს, რომ ამათმა მიიღონ მონაწილეობა, ამათმა არ მიიღონ. მაგრამ ასეთი ფორმა მართლობის დემოკრატიული ფორმა არ არის. მაგრამ კონსტიტუციურ ნორმაში ჯდება. რუსეთში ასევე მიღებული ნორმებია, იქ არ არღვევს ის კონსტიტუციას. კონსტიტუციაში უწერია, რომ ამდენი წელი იქნება პრეზიდენტად და ამდენი ხანი მას შეუძლია, რომ იყოს პრეზიდენტად და ატარებს არჩევნებს და თანაც ამ არჩევნებს საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანამ 55%-აც არაცდენია ისე მოიგო. საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაზეა ლაპარაკი, როდესაც არჩევნები ჩაატარა. არც იქ არ არის ამის დარღვევა. არც ჩინეთში არ არის ამის დარღვევა. იქაც კონსტიტუციურად აქვს განსაზღვრული. ჩვენს ქვეყანაში პირველი პირი არის ადამიანი, რომელსაც არანაირი საფუძველი იმისი, რომ მათ არჩევნებში ხმა მივეცით არა. ერთადერთი რითაც გაამართლა არის პარტიის თავმჯდომარე. რა საკვირველია მათთვის მიუღებელი ფორმა. ტრამპზე როცა ეძახიან კონსერვატორია და ლიბერალებს მოუგო. გავიგე?
კონსერვატორმა მოუგო. ასევე მოხდება ევროპაშიც. კონსერვატორები ალბათ მოიგებენ ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში შედის, კონსერვატორები ეგ ჩანს ხო, ალბათ საფრანგეთში ალბათ პირდაპირ იკვეთება ხო, მარინ ლე პენი, რომელიც უკვე ასე რა ქვია, გამოჩნდა საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და ცოტათი წააგო ხო? აი აქედან გამომდინარე ჩანს, რომ იქაც კონსერვატიზმი მოვა, მაგრამ კონსერვატიზმი არ ნიშნავს იმას, რასაც ჩვენი გაგებით დღეს რასაც გვთავაზობს ბიძინა ივანიშვილი. კონსერვატიზმი სხვა რამეა. კონსერვატიზმი არის ის, რომ დემოკრატიულ სამყაროში ლიბერალურ მთასთან ჭიდაობაში ოღონდ მან უნდა მოიგოს ყველა იმ კანონების დაცვით, რომელიც დაწერილია. ყველა იმ კანონების და ყველა იმ ასე ვთქვათ, ნორმებში, რომელი ნორმებიც კონსტიტუციაში უწერიათ და საკანონმდებლო სივრცეში აქვს. და არა ამ ფორმით. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას, რომელშიც ჩვენ ამას თვლიდით, ცოტა ხანი და დავამთავრებ რა ვქე და მე რამოდენიმე წუთი მაცალეთ და ზარია და კი ბატონო გიპასუხებთ რა. 1-5-10 წუთი კიდე თუ მაცლეთ. აი ჩვენს ქვეყანაში მოხდა საოცარი რამ. აი ის რასაც ახლა ვამბობდით, რომ იყო თუ არა იმისი შანსი, რომ რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირებაში ძირითადში ესენი არიან დაპირისპირებული, თუმცა მრავალპოლუსიანობა უკვე ჩანდა. ეს არის რომ ევროკავშირი კიდე ცალკე სუბიექტია, ჩინეთი ცალკე სუბიექტია, რეგიონში თურქეთი და ირანი სუბიექტებია, მეზობლებზე კიდე აღარაფერს ვლაპარაკობ, ისინიც ხომ ჩართულები არიან, რეგიონალური ასე ვთქვათ და პირდაპირ ჩვენი მეზობლები არიან. შეეძლო თუ არა საქართველოს მართლაც ყოველგვარი აი იმ მარაზმის გარეშე, სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ, რაც ეხლა და თქვენც ალბათ მეთანხმებით, ის რაც ეხლა ხდება, ადამიანების ასეთი დონის დაპირისპირება. როდესაც ორივე მხარე ერთ და იგივე სიტყვას, მე ორივე მხარესთან მაქვს ურთიერთობა და ბევრი ურთიერთობაც არ გჭირდება, ვისაც Facebook-ი აქვს, შედით და ნახეთ. ერთი მხარე და მეორე მხარე ზუსტად ერთ და იგივე შეფასებებით, ზუსტად ერთი და იგივე ტერმინოლოგიებით, როგორ აგინებს ერთმანეთს. აი მე იმ ადამიანებს მიმართავ, რომელიც მხარეებსაც ხედავს, მინიმუმ ორს ხედავს, თორე სინამდვილეში 2-ც არის, 3-ც, 4-ც და 5-ც და მეტიცაა. ხო, სინამდვილეში ესეა. თუ ამას დაინახავთ, კარგი იქნება, მაგრამ მინიმუმ 2 მაინც ხომ უნდა დაინახო, ხო არ შეიძლება მარტო ერთ მხარეს, ანუ შენ თავს რაღაცას აკუთვნებ და დანარჩენი ის ერთი მხარეა. ხო, ასე ნიშნავს, რომ ერთ მხარეს ხედავ. თუ ორს ხედავ და შენ უკვე მესამე ხარ, ხო? მინიმუმ მესამე ხარ, თორე შეიძლება 4-საც და 5-საც ხედავდე. ხომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაკეთება ამ მარაზმის აცილებით. მარაზმის აცილებით, აი იგივე რასაც ვამბობ. რომ ჩვენი ქვეყანა, წარმოიდგინეთ, თქვენ რომ აი რასაც ვამბობდით არჩევნების წინ. მინიმუმ 6 სუბიექტიანი რო ყოფილიყო ეს პარლამენტი. ის რაც ხდება ეხლა და ველოდებით ტრამპის და პუტინის შეხვედრას. იმიტომ რომ ტრამპის პოზიცია გასაგებია. და გასაგები იქნება ამერიკის პოზიცია და იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას ეტყვიან რომ შენ არჩევნები თავიდან უნდა ჩაატარო. დასავლეთმა ინგლისმა ცალკე და ევროკავშირმა უკვე თქვა რომ ეს ესეა. დანარჩენი მსოფლიოდან ერთადერთი ვინც მხარს გიჭერს, სწორედ ვინც სამკუთხედში ვინც გვითხრეს, აი ესენი არიან, რომლებიც ყოველ შემთხვევაში რუსეთი მხარს გვიჭერს რაღაცა გარკვეული ფორმით და ამბობს რომ კარგ შვებიან, სუვერენიტეტს თავისას იცავენ. ჩინეთიც ალბათ ცდილობს თავის პოზიციები მაქსიმალურად გაამყაროს აქ და ამიტომ თავშეკავებულია დიდი იმას სხვათა შორის არც იმას არ ამბობს რომ გადასარევი რაღაცა მოხდა და ყოველ შემთხვევაში თავშეკავებულია, იმიტომ რომ ელოდება პროცესები როგორ განვითარდება, ხო? დანარჩენ შემთხვევაში აი ის რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეეძლო დალოდებოდა პუტინისა და ტრამპის შეხვედრას და იმის მიხედვით განესაზღვრა რა უნდა გაკეთებულიყო. სხვათა შორის ამასაც ვამბობდით, რომ ჩვენი არჩევნები ერთი წლით გვიან რო ჩატარებულიყო, ანუ შემოდგომაზე რო ჩატარებულიყო. აი ახლა რო შემოდგომა იქნება, ჩათვალეთ რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, იმიტომ რომ არჩევნები ამერიკაში ჩატარებულია, რუსეთში გასაგებია, ისედაც არჩევნებში იქ არ არის მოლოდინები ვინ მოვა, იმიტომ რომ ვიცოდით ვინც უნდა მოსულიყო და რეალურად გვეცოდინებოდა როგორ დალაგდებოდა ყველაფერი. ამ სურათის გაკეთება ხომ შეიძლებოდა 6 სუბიექტიანი, 7 სუბიექტიანი პარლამენტის შემთხვევაშიც. თავისუფლად შეიძლებოდა. უკვე მაშინ პარლამენტში იქნებოდა კამათი, ჭუბი, შევქმენით მთავრობა თუ ვერ შევქმენით. ეს მთავრობა რო შეიქმნა 10 ხმით, არის რა ქვია, თორე 10 ხმა თუ დააკლდებოდა, მაშინ ეს მთავრობა არ იქნებოდა და მაშინ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდებოდა. ეს შეიძლებოდა თუ არა ყველაფერი შეგვეტანა პარლამენტის ცხოვრებაში, პოლიტიკურ ჭიდაობაში და რა იმაში, რომ დღეს ერთმანეთს ურტყავენ უკვე.
პოლიტიკოსები ურტყავენ ერთმანეთს. დეპუტატები არიან, ხო? იმ არ ვცნობ თუ როგორც არის იმ პარლამენტს, მაგრამ ხომ არიან დეპუტატები და ისინი ერთმანეთს ურტყავენ. შეხედეთ რა ხდება, ადამიანები როგორ არიან დაპირისპირებულები. ადამიანი ვიღაცა წერს, აგინებს თავის ნათესავს Facebook-ზე, ნათესავებს აგინებს, რომ ვინც არ გამოდიხარ და არ დგებით ქუჩაში, ჩემს ნათესავებს მოგმართავ თუ და იგინება პირდაპირ და იქვე უწერენ გაგიჟდა ეს და ვიღაცა უწერს, რომ ძალიან კარგი, კიდევ ბევრს გაგაგიჟებთ ბიძინა. შეიძლება ამის თქმა? თუ რო გაგიჟდება, ბევრი კარგია? ჩვენი მეზობელი რო გაგიჟდება, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ და გიჟი რო გახდება და მეორე ამას კარგია, ბიძინა ხო გააგიჟა და ქუჩაში რო გიჟები ბევრი ივრიან, კარგია? აქამდე რომ მივედით, ეს კარგია? ის რომ ადამიანების ერთი ნაწილი მეორე ნაწილს თulis რომ დეგენერატია, იმიტომ რომ როგორ ვერ იგებს, რომ 2x2 4-ია. ერთი ნაწილი თulis რომ მეორე ნაწილს რა მნიშვნელობა რომელს ეძახის? ისინი ვინც ქუჩაში დგანან და ვინც ქუჩაში არ არის, იმას ეძახიან, რომ ოცნებას რომ ხარს უჭერ, დეგენერატი უნდა იყო, აბა სხვანაირად როგორ შეიძლება აზრობ და ისევე ფიქრობს მეორე, რომ იქ რო ქუჩაში დგეხარ და ოცნებას არ უჭერ, ხარ დეგენერატი ხარ, აბა სხვანაირად ამ მდგომარეობამდე ვართ მისული. და ეს მოიტანა. ამას ვირჩევდით და ეს გვინდოდა? ხომ რატომ რეგბში რატომ უნდა გადავიდეთ და ერთმანეთს რატომ უნდა ვეჭიდავებოდეთ, როცა შეიძლებოდა ჭადრაკი გვეთამაშა, ხო? პარლამენტში იქნებოდა კამათი, ერთი გუნდი მეორე გუნდთან, შექმნეს რაღაცა კოალიცია და ჩამოაყალიბეს მთავრობა, რომელიც შევხედეთ, რომ პუტინი და ის რო შეხვდა ერთმანეთს, ტრამპი, თურმე რაღაცა მთლად კარგად, ეხლა ეს მთავრობა კი არა, მეორე მთავრობა ჯობია, 10 კაცია სულ, რომელიც უნდა გადმოვიდეს მეორე მხარეს და მეორე მთავრობას გააკეთებ. ეს გაეკეთებინა ამ დალოცვილს. ეს რა ქნა ქუჩაში ერთმანეთთან ნათესავს აღარ ელაპარაკება. კლასელები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. ადამიანები უკვე საბავშვო ბაღიდან ბავშვებზე ლაპარაკობენ, ბავშვები გამოყავთ უკვე, იმიტომ რომ შენ იმისი რა ქვია რძალი იქ ყავდა და იმაზე გავიდა, რა ქვია მიტინგზე და ამიტომ ბავშვები, საბავშვო ბაღის ბავშვებიც კი უკვე გახდნენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი. აღარ გეუნებით სტუდენტებზე, აღარ გეუნებით უფრო სხვა, ვთქვათ, ჟურნალისტებზე, აღარ გეუნებით მსახიობებზე, ადამიანები რა დღეში მივედით, სადამდე მივედით, ამის შეიძლება, რა ქვია, ამ მდგომარეობის ატანა და ამაზე შეიძლება თქვა, რომ კარგი, არა, ერთადერთი რაც გვაქვს ეხლა, უმეტეს ნაწილთან ვისაც ვლაპარაკობთ, თან საინტერესო რაღაცას გეტყვით. კამათობთ ხოლმე, ხო, რაღაცებზე ადამიანები და მეუბნებიან, აი ისინი რო არ მოვიდნენ, ამიტომ აქვნა იძულებული ვართ. ქართული ოცნება განა მე მინდა, კაცო. არა, მაგრამ ამ ქართული ოცნება რომ არა, მაშინ ის მოვა. ამას გეუნება და მე რო უხსნი, კი მაგრამ ესეა. კიო, ეგ მე კი გავიგეო. ხლა მე იმას კი არ გეუნები, ჩემ აზრს, რომ ეს მესმისო. ბევრი ადამიანი მეუნება თან ამას, კაცო, ვისთან მე ვაზროვნებო და ძალიან კარგად მესმის, ვინ უჩამთული ესეო, ხო? ჩემი ახლობლები არიან, კაცო, მეგობრები არიან, ნაცავები არიან, ხო? არა, მე იმ ხალხის აზრს გეუნებიო, ისინი ხო ვერ იგებენო. ანუ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი აწყობილია ერთ რამეზე. აი ისინი რომ ვერ იგებენ და იმათ რომ ისე ეშინიათ და ნაც მოძრაობას ეძახიან ადამიანებს. რომლებსაც ნაც მოძრაობა შეიძლება შეურაცხყოფად რო უთხრა, რომ ნაც მოძრაობა ხარ შენო, გეტყვის რომ შეურაცხყოფას მოვაყენებო. მაგრამ იქ დგას. სანამ ამას ვერ გავიგებთ და ვერ მივხვდებით იმას, რომ უკვე ადამიანების ის ნაწილი გამოვიდა, რომელი ნაწილიც ნაც მოძრაობას კი არა და ლიბერალიზმს კი არა და ეგეც ხო ვნახეთ. ხო, ვიძახდით რომ იქ თურმე ისინი არიან, გეები არიან და ისინი შეგრებილები. აღმოჩნდა რომ გეებს საერთოდ აღარ აჭაჭანებენ. ვამბობდით რომ ამათ ქართული კულტურა საერთოდ აფეხზე კიდიათ, კაცო, დასავლეთზე არიან მარტო გადასული. ქართული ხორუმი იცეკვეს. ამათ ეკლესია არ უნდათ და ამათი ის რა თქვა, ამათგან როგორ შეიძლება სანთელს რო დაიჭერს ხერში და რო შევა და პირჯვარს რო გადაიჭერს, ესენი ამათ როგორ უნდა დაუჯეროთ, კაცო, აფერისტები არიან. ამ მდგომარეობამდე დავედით, რომ ადამიანი, რომელიც პირჯვარს იწერს, მეორე ადამიანი ამოსულეს აფერისტია, პირჯვარს კი იწერს, მაგრამ გულში არ ფიქრობს ამას. ქრისტიანები გვქვია ჩვენ ამ შემთხვევაში? ასე უნდა ვფიქრობდეთ და ასე უნდა ვაზროვნებდეთ, აქამდე რომ მივედით? ის ბოლო რაღა იყო, კაცო. სასამართლოს ხო ისედაც ხო ყოფა ქონდა ნატირები და სამართალდამცავ სისტემას გავიგე და მე სასამართლოს ეს რა უკნა ხო სასამართლოს და ვინც ეს გააკეთა და მოიფიქრა. ხანდახან არ ფიქრობთ იმას, რომ ბიჭო ეს სპეციალურად ხო არ აკეთებენ. ხო, ვიღაცები ძალიან მაგარი ბიზნესისტები რო არიან, ისინი მეუნებიან, რომ მე მგონი უჩალიჩებენ ბიზნესს, ამას თორე ხა ბიზნესს ამას როგორ იზავდა. ხო, არ იზავდა რა, ბიზნესი ჭკვიანი კაცია. გავიგე რომ ჭკვიანი კაცია, კაცო, ჭკვიანი კაცი რო ყოფილიყო ფულს ვერ იშოვიდა. მაგრამ ჭკვიანი კაცი არ ნიშნავს ჭკარგ პოლიტიკოს. სხვა რამეა რა, ის ვაფშე სხვა რაღაცაა. იმან რაშიც ფული იშოვა და რაც გააკეთა, შეხედეთ მისი ცხოვრების გზას, ხო? და მე მგონი თვითონაც დამეთანხმება ამაში. ის ყოველთვის ცდილობდა ერთ რამეს, არასდროს თავში არ ავარდნია ფული.
არასდროს არ გაგიჟებულა და წინა იმაზე არ გამოსულა ავანსცენაზე. სულ ყოველთვის დაპირისპირებები როცა იყო ეს ადამიანი ცდილობდა რომ ჭდილში დარჩენილიყო და შემდგომ ცოცხალი ვინც გადარჩებოდა იმ დაპირისპირებაში იმასთან სიტუაციის დალაგებას ახერხებდა. ზუსტად ამას აკეთებს ეხლაც, როცა საქართველოს პოლიტიკას ასე ვთქვათ მოკიდა ხელი და ფიქრობს ამას, რომ ამ დაპირისპირებაში რუსეთისა და ამერიკის რატომ უნდა გავეხვიეს შარში მე. მოდი რა, ამან კი მითხრა რომ წადი და ამან კი მითხრა რომ არ მოვწონ ვარ. ეგერ იმანაც მითხრა, იმან რა ქვია, ევროკავშირმაც გავიგე, ინგლისმაც ეხლა მიამატა, გავიგე, თან რა გმირობის იმაზე, რომ აგერ თურმე ფულს იმაშვებიან, რა ქვია, ართმევენ და ეს კაცი მიუხედავად ამისა, ფულის დაკარგა, სანქციებიცა, ყველაფერი ნახე როგორი გმირია. ხო, ბევრი ადამიანი შეიძლება ეხლა მისმენს კიდევაც და ასე ფიქრობთ, ხო? და არ შეჭირდებოდა ეს ყველაფერი. აი ეს ყველაფერი რა შეჭირდებოდა, როცა ამის გაკეთება შეიძლებოდა, რაც გითხარით რა. 6 სუბიექტიანი პარლამენტი ყოფილიყო და აღარც რუსთან რუსი როცა მეტყვის მაშინა იმანი მითხრას რა რომ ეს ესეა ანისია და მე იმის მიხედვით ის რას მეტყვის ქვეყანასაც ავაცილებ და ჩემთვისაც ავაცილებ ამას აკეთებს ხო სინამდვილეში და ეტყვის ის რუსი ამას ეტყვის ის რუსი რატო ეტყვის იცით სტატუს კო აღდგება იმიტომ რომ აქ ვინც არ უნდა მოვიდეს და ზღაპრის მოყოლა რომ ომში გვითრევდნენ და აბა შვებოდნენ აქ ვინც არ უნდა მოვიდეს ეს მარტივად აქ ვინც არ უნდა მოვიდეს როცა მომ ეს იმას არ ნიშნავს რომ მნიშვნელობა არ აქვს კი რაღაცას დააჩქარებს ნამეტანი დეგენერატი თუა რაღაცას ძალიან გააფუჭებს და ნამეტანი ის თუ არის რა ქვია კიდე სიბრძნეებით და იმას თუ მოახერხებს და გააკეთებს და თუ კი ასეთი ყავს და ელემენტარულზე ვლაპარაკობ თუ სიბრძნეზე აღვლაპარაკობ ქვეყანას მოაგებინებს მაშინ ძალიან ბევრს სხვა შემთხვევაში მარტივად არის ყველაფერი რა სხვა შემთხვევაში სტატუს კოა ამერიკელის ინტერესი აქ მუდმივად იყო, кайხანია უკვე და არის და იქნება და დარჩება და ამერიკელის ინტერესი ერთ-ერთი მომენტი ის რომ აქ ეკონომიკა, ანუ რა ინტერესებს ამერიკას. თუ მისი აზროვნებით ცხოვრობ. მისი აზროვნება რა არის? ამერიკელიც რომ არ ყოფილიყო ესეთი. საქართველოში, როდესაც 18 წელს, 1918 წელს, 1821 წლების იმ დროინდელ იმას თუ შევხედავთ, რაც მოახერხეთ 3 წლის განმავლობაში, ევროპას ბევრი რამით გავასწარით. ძალიან ბევრი რამით. მათ შორის იგივე პარლამენტში ხალი სტუდისინი ყავდა, რა ქვია, პარლამენტის წევრები. ხო, რაც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას არ ქონია. ანუ ჩვენ ვიცით რა არის დემოკრატია. ჩვენ მუდმივად ვიყავით, ჩვენ თავს მივიჩნევდით მართლაც ეს დასავლური კულტურა ვიყავით, იმიტომ რომ აღმოსავლეთ მცოდნე რო ვიყავით და სწავლობდი აღმოსავლეთს, ჩემი თავი რასაკვირველია დასავლეთად მიმაჩნდა. რუსეთშიც რომ ვიყავით, მაშინაც დასავლეთი ვიყავით. როცა საბჭოთა კავშირში ვიყავით, მაშინაც დასავლეთი ვიყავით. იმიტომ რომ თვითონ საბჭოთა კავშირით თავისთავად მიუხედავად იმისა, რომ ის დემოკრატიის ის ფორმები არ ქონდა, მაინც დასავლური ტიპის ქვეყანა ითვლებოდა. რუსეთის დასავლური ტიპის ქვეყანას ოღონდ ჩამორჩენილი. ხო, ბევრ რამეში ჩამორჩენილი, მაგრამ დასავლური ტიპის ქვეყანა ითვლებოდა. პეტრე პირველის მერე, რეფორმების მერე რუსეთიც ჩვეულებრივად დასავლური ტიპის ქვეყანა იყო და ჩვენ შიგნით რო ვიყავით დასავლური, იმიტომ რომ არ ვიყავით არც ირანი და არც ოსმალეთი. მით უმეტეს არ ვიყავით არც ჩინეთი და არ ვიყავით არც, რა ვიცი, ინდონეზია და იქ მთელი აღმოსავლური ტიპის ქვეყნებია ძალიან ბევრი, სადაც მართლობის სხვადასხვანაირი ფორმებია. ჩვენი მენტალობით ვიყავით ესე. ოღონდ ვუსწრებდით რასაკვირველია. ხო, საბჭოთა კავშირში ვიყავით თუ რუსეთშიც ვიყავით, როცა იმპერიაში ვიყავით, ჩვენ გვქონდა ის რაც ჩვენს კულტურას წარმოაჩენდა, იმიტომ რომ ვერავინ ვერ წაგართმევ, შენია, სულ რომ ასე ვთქვათ, ყველანაირად გაგანადგურონ, ხო არ გაანადგურებენ, ვეფხვის ტყაოსანს, ხო? შენ ყავდა შოთა რუსთაველი. ეს რეალობაა და ყავდა. შენ მე-4 საუკუნეში უკვე წერდი და უკვე გქონდა შექმნილი ჰაგეოგრაფიული ნაწარმოებები. ეს შენი კულტურაა, ამას ვერ წაგართმევს ვერავინ. ამას ვერავინ ვერაფერს ვერ უზავს, იმიტომ რომ ეს დებს უკვე, ეს ისტორიაა. კაცობრიობის ისტორიაში ვარ შესული. აქედან გამომდინარე, ჩვენ რასაკვირველია ჩვენი აზროვნებით, გვინდა თუ არ გვინდა, ხო? იმასაც უყვებოდი და ვეღარ დავამთავრეთ და მინდა რომ აი ბოლო იმაში ასე თქვა შევკრეს. საბჭოთა კავშირიც რომ დაიშალა. ჩვენ ხო აი მან გვარგო. ქვეყანა ხო დამოუკიდებელი გახდა. ეს საბჭოთა კავშირი ხო იმ ამერიკელმა, ერთ-ერთმა პირველმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, იმიტომ რომ მას ესე აწყობდა. ვიღაც ამბობს, ჩვენი გულისთვის აკეთებენ, არაფერს არ აკეთებენ ჩვენი გულისთვის. რას ლაპარაკობ, ჩვენი გულისთვის როგორ გააკეთებენ? თავიანთი გადამხდელები ყავთ, კაცო, და იმას ვინც იხდის ფულს, იმასთან აქ ანგარიში იმას. შენ გულისთვის როგორ გააკეთებს რამეს? 10 კაპიკს რო ჩადებს, აქედან მანეთი მიაქვს.
დოლარს რო ჩადებს 10 დოლარი მიაქვს კაცო აბა სხვანაირად როგორ უნდა გააკეთოს იმან ოღონდ შენ რა გაწყობს აქედან უნდა ამოხვიდე და როგორ შეგიძლია იმ ურთიერთობაში რუსთან როგორ უნდა მიხვიდე რომ აგერი აღარც ის მცნობს დედამაკნატირები ერთადერთი შენ თუ მცნობ კაროჩე და მიშველე ერთი თუ ძმა ხარ ასე უნდა ელაპარაკებოდე რომ შემინარჩუნე ხელისუფლება ეხლა და აბა ისინი ყოფას მიტირებენ და ჩამოგდებას მეპირებენ და ამერიკელები მოდიან ამას რო ეთყვი მე შენ იმას აფხაზეთზე დაელაპარაკები ცხინვალზე დაელაპარაკები შენს ეკონომიკაზე დაელაპარაკები შენ სტრატეგიულ ინტერესებზე დაელაპარაკები თუ როგორ იქნება თუ ის მეგობარია თუ იმას რასაც ერთხარეს რო ვიძახით როგორ ეს შენი გულისთვის გააკეთებს რამეს ის გააკეთებს ჩვენი გულისთვის რამეს ის მეგობარი იქნება, იმასაც თავისი ინტერესები აქვს. მისი ინტერესი რა არის? საფრთხეს არ წარმოადგენდი აქედან. საფრთხეს ანუ აქ შეერაღება, აქ რაკეტა არ უნდა იყოს, რომელიც რამოდენიმე წუთში და ამ წუთების დათვლილი აქვს. ხო ეს რაკეტა რამდენ ხანს მიფრინავს და რამდენ ხანში მოვასწრებ მე საპასუხო რაკეტის სროლას. აი ესეთი რაკეტა არ უნდა იდგეს აქ. ეს არის მისი მთავარი ამოცანა. აქედან ამოდის ის დანარჩენი შენ როგორი ტიპის ქვეყანა გექნება თავში გვაგიხლია. იმას ნამდვილად არ აინტერესებს. ბიძინა იქნება, არჩეული ბიძინა იქნება, არარჩეული ბიძინა იქნება. საერთოდ გამოაცხადებს რომ პარლამენტი არ ჭირდება და მარტო თვითონ უნდა იყოს და ყაველაშვილი უნდა იყოს მარტო. თუ ეს გამოაცხადა, ესეთი ტიპისაც ჩვეულებრივად კი ბატონო, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მისთვის მთავარი რაც არის, ის იქნება მთავარი რომ შენ არ გაქვს იმ დასავლეთთან, რომელიც მისთვის არის მოწინააღმდეგე მხარე, იმ დასავლეთთან არ გაქვს ისეთი ურთიერთობა რომელიც მას საფრთხეს შეუქმნის. მაგრამ თუ შენ დემოკრატია გაქვს, თუ შენი კონსერვატორი და შენი ლიბერალი ერთმანეთს ეჭიდავება პარლამენტში და იყავით და იჭიდავეთ და ვინც მოიგებს რა მნიშვნელობა აქვს მისთვის? ამერიკელისთვის ასევე რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული ქვეყანა თუა კონსერვატორი მოიგებს კი მოიგებს თვითონაც კონსერვატორია იმაში რა ქვია ევროპაში კონსერვატორი მოიგებს კი ბატონო მოიგებს ლიბერალი კოალიცია ექნება ნახევრად ლიბერალია ნახევრად კონსერვატორია მარტო ორად კი არ იყოფა აი გაჩნდა უკვე სხვათა შორის აი ერთ-ერთი ფორმულა რომელიც შეიძლება დღესდღეობით ამაზე ვიფიქროთ რომ არ მოვიდეს მიშა რომ არ დარჩეს ბიძინა ადამიანები თვითონ ლაპარაკობენ იქ მიტინგებზე ახალგაზრდები რომლებიც ზოგს მოწონს ზოგს არ მოწონს ისინი უკვე ამბობენ ერთ რამეს რომ იქნება და ვიფიქროთ იმაზე რომ ჩატარდეს არჩევნები ის რაც თავის დროზე ბიძინამ თქვა გახსოვთ ერთხელ ძალიან რო გაუჭირდა მაშინ თქვა როცა იმ გავრილოვის ღამეს რომ იძახე გამოვიდა თქვა რომ ბარიერის გარეშე არჩევნების ჩატარება და სრულად პროპორციული რატომ იცით რაც შეიძლება მეტი ადამიანი პოლიტიკურმა პარტიებმა ნახე თქვენ დადნა რა მიშა, რა გრიშა, საერთოდ პოლიტიკური პარტიები გადნა იმ ქუჩაში აღარ არის. აღარ არის რა, არავინ თითქმის აღარ დარჩა. ნოლიდან განულდება ყველა. ეხლა თავიდან დავიწყებთ რაღაცეების კეთებას. და იმისათვის რომ მეტი ადამიანმა შეძლოს თავისი წარმომადგენელი მეტი ყავდეს, ერთ-ერთი ყველაზე სწორი ფორმულა, რომლითაც ავიცილებთ ყველანაირ დიქტატორს, ყველანაირ იმას, რა ქვია, ავტორიტარულ მიდრეკილებების მქონე ტიპებს, არის ერთი რამე. აი ეს რაც ეხლა გითხარით. უბარიერო ყველა 15000 ადამიანს შეიძლება ერთი კაცი ყავდეს წარმომადგენელი. ეს იქნება რაიონის მასშტაბით, ეს იქნება მისი რა ქვია ქალაქის მასშტაბით, ეს იქნება მთლიანად საქართველოს მასშტაბით. მაშინ ვიფიქროთ ამაზე და მოვემზადოთ ამისთვის. იმიტომ რომ რეალობაში ეს მაინც მოხდება. იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, ყველა ვარიანტში პუტინი და ტრამპი მოილაპარაკებენ იმას, რომ ყველა სანტიმეტრზე იქნება ჭიდაობა. სოფლიოს ყველა სანტიმეტრზე და საქართველოშიც მათ შორის. საქართველოშიც იქნება ჭიდაობა. ოღონდ ეს ჭიდაობა ალბათ აქეთკენ წავა, რომ არც ერთის იქნება, არც მეორეს მხარეა იქნება, ოღონდ აქ ჩვენ დაგვჭირდება დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება და არა ამისი. იმიტომ რომ ამას თუ დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ჩათulis რომ აქ ამ სიტუაციაში უნდა გავლენა მისი რა არის, ხო, ჩემნაირად როცა აზროვნებ. ხო, ადამიანის თოფს სადამ ადრომდე ინახავს, იცით, სანამ განსხვავებული აზრის ტიპები არიან. მანამდე მას თოფი ჭირდება, იმიტომ ჭირდება ეს იარაღი, რომ შეიძლება ვიღაცამ განსხვავებული აზროვნება აქვს და საფრთხე შეუქმნას. მაგრამ როდესაც უკვე ყველანი ისე აზროვნებენ, როგორც თვითონ ეს ადამიანი აზროვნებს, მაშინ მას შიშები აღარ აქვს. და მათთვის არის ერთი რამე, რომ თუ კი საქართველოს აღმოჩნდება იმ სივრცეში, სადაც დემოკრატიული წყობაა, სადაც ხან კონსერვატორი მოდის, ხან დემოკრატი მოდის და ლიბერალი, მაგრამ დემოკრატია ქვია თვითონ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ მათი ჭიდაობა ხან და ხან საერთოდ მესამე მოდის, რომელიც ნახევრად ლიბერალია და ნახევრად ის არის, რა ქვია, კონსერვატორი, ასეთებიც მოდიან, ან სხვადასხვა პარტიები მოდიან.
აი ეს ამას როცა მივახცებთ და როცა ამ იმაში შევალთ, რა ქვია, ამ ფაზაში შევალთ, ხო? და ეს დადგება. აი მაშინ უკვე მოიხსნება საფრთხეები იმისი, რომ ვიღაცა ერთი და საინტერესო რამე მოხდა, ხო? სინამდვილეში. ხალხმა, თვითონ ხალხია დღეს უკვე გამოსული ქუჩაში, პარტიები აღარ არის. ამას უნდა ვხედავდეთ, გავდიოდეთ და ვხედავდეთ, ხო? ანუ ნახოთ პირდაპირ, ან მოვისმინოთ, ხო? ვიღაცამ კი არ ქნა. იმან სააკაშვილმა მადლიერი იყვნენ, იმიტომ რომ შევარდნაძე სჭაობიო მოგვაშორაო. სააკაშვილი ბიძინა მოგვაშორაო. ეხლა ბიძინა ვიღაცა მოგვაშორა არა. ხალხმა თვითონ ხალხი მოიშორებს და აღარ იქნება ვიღაცა ერთი ავტორიტარი, რომელსაც მერე შეუძლია ადამიანებს რაც მას სურს, ის მოახვიოს თავს. აი აქედან გამომდინარე, ვეცადოთ რა ამისკენ და ერთმანეთსაც შევხედოთ, ხვალდაზე ისევ ერთად მოგვიწევს ცხოვრება. ხვალდაზე გვინდა თუ არ გვინდა, როგორც ზვიადისტები და პუჩისტები ერთმანეთს ასე ეძახდნენ და მე თვითონა ვარ მონაწილე რამოდენიმე მე თვითონ შევახვედრე, ისინი ვისაც ერთმანეთთან ნასროლი ქონდათ და ხელი ჩამოვართმევინე, იმით ამას იმათ კი არა, მე კი არა ვარ მაგარი, ორივენი კარგები იყვნენ, ერთი მხარეც და მეორე მხარეც, როცა ეს შეძლეს. როცა ყოფილა შემთხვევა ვიღაცას რომ გარდაეცვალა ვიღაცა და მეთქი ეხლა კარგი მომენტი იმისთვის რომ შერიგება მოხდეს და წამოვიდეთ და გვერდზე რო დაგინახავს ადამიანი ასეთ სიტუაციაში და ასე გდით ბევრნი. ეხლაც ნუ გავიხდით საქმეს ისე რომ მე შესარიგებლები ვიქნებით. ასეთი დაპირისპირება არ შეიძლება. ასე ჩამოშლა ყველაფრის არ შეიძლება. იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც პროკურატურაში მუშაობს, პოლიციაში მუშაობს, სასამართლოში მუშაობს, რამდენი წესიერი ადამიანია. რამდენ წესიერ ადამიანს უბრალოდ ტყვილა ტალახი ესხმება იმის გამო რომ მისი კოლეგები ექცევიან საშინლად. აი ამაზე გაქვთ საფიქრალი ხალხო. და ამაზე იმიტომ ჩვენი მე გაგიჟდება კი არა, კი უნდა გაგვიხარდეს, რომ ხედავ ბიძინა რა მაგარია, გააგიჟა აგერ ეს და ახლა ხამასაც აგიჟებს. რა დროს გიჟები გვინდა ისედაც რაც ყავს და ისედაც ვერავართ დაწყობილები სუმთლად ხო? იმას მივხედოთ ხალხო. იმას მივხედოთ რომ რამენერად ხვალე ერთად მოგვიწევს ცხოვრება. იმიტომ რომ ძალიან დაიძაბება სიტუაცია გარშემო. ხედავთ ამას მე მგონი რომ რაც ხდება მსოფლიოში, აგერ ჩვენს გვერდზე იძაბება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია ისევ. სულ ახლოა, არა არც თუ ისე შორს არის, სომხეთი აზერბაიჯანი პირდაპირ ახლოსაა. სირიაში სიტუაცია იძაბება. თურქეთი შეიძლება ხვალდაზე საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ქურთები ჩვენი ძმები აქ რო ცხოვრობენ, იეზიდები, აი იქ საოცარი ბრძოლები მიდის, ერაყის ქურთესტანი, სირიის ქურთესტანი, თურქეთში არის ქურთების დიდი ნაწილი. არის ირანში ქურთების დიდი ნაწილი, ხო? აზერბაიჯანელები ცხოვრობენ პირდაპირ ირანში და თან ერთ-ერთი დიდი ასე ვთქვათ ეთნიკური ჯგუფია. საერთო სიტუაცია ძალიან ცუდია ჩვენს გარშემო. და ამ დროს ჩვენ ერთმანეთში გვაქვს რეგბი, როცა შეიძლებოდა ამ კაცს თუ ჭკვიანი და ის აქვს, რა ქვია, დიდი გამოცდილება, ჭადრაკე გეთამაშა რა. ჩვენ რას გვაჭყუბებს ერთმანეთში, კაცო? პარლამენტში ყოფილიყო ეს დავა. შესულიყო რა პარლამენტში მეტი ჯგუფი შესულიყო შიგნით 60% ჩემია 60 რო შენია 40 იქით ამ ხარეს ნახევარია თითქმის იმ ნახევარ საქართველოს მტრად აგენტად რა ვიცი მოღალატეთ აცხადებ გაგიჟდი უკვე კაცო როგორ შეიძლება რომც იყოს მართლა მოღალატე და რომც იყოს როგორ შეიძლება 40% მოღალატე იყოს დავქცეულ ვართ მაშინ დავშალოთ ეს ქვეყანა კაცო კიდევ რაცაა დაშლი კიდევ უფრო მეტად დავშალოთ კიდე და მივალთ ალბათ აქამდე ღმერთმა დაიფაროს სროლამდე რაღაცა დარჩენილი რომელიმე ადამიანს ეხლა ვიღაცამ შეურაცხყოფა რომ მიაყენოს რა ვიცი რაც დავს და რო გაისროლოს რა ეს ერთი არის დარჩენილი რომ აქ ჯერ არ მომკვდარა არა მინდა ღმერთმა დაიფაროს ის რაც მოხდა და ეგეც ალბათ მომიწევს მაგ თემაზეც მე ლაპარაკი დღევანდელ ხელისუფლებასაც რომ იგივე გირგულიანის საკითხი ერთ-ერთი იყო რამაც ამოატრიალა ეს ხელისუფლება ხო იმიტომ რომ ადამიანი ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა აქ ჯერ არ მომხდარა ესეთი რაღაცა ღმერთმა დაგვიფაროს და ვინ მართავს ამ სიტუაციას და წინასწარ განსაზღვრული იყო რომ იჭხუბებდნენ იმაში რა ქვია დუბაიში თუ იმაში რა ქვია ბათუმში და წინასწარ იცოდნენ რა მოხდებოდა და რომ მომხდარიყო ისე რომ ერთ-ერთს რო იარაღი ამოეღო ესროლა მეორესაც ხო ქონდა იარაღი და რომ მომხდარიყო ესე რა ვშვებოდით მე სად ვართ სად გავდივართ რა ზღურებზე გავდივართ ადამიანების ცოცხლეს ვწირავთ და რისთვის ვითომ დიადი სამშობლოსთვის კაცო როცა შეიძლება ეს სამშობლო ამ კაც რომელიც ყველაზე ჭკვიანად მიგაჩნიათ აი თქვენ მოგმართავთ ეხლა იმის მაგალითად ერთმანეთს ვურტყავდეთ ჭადრაკი ეთამაშა რა პარლამენტის წევრებთან ერთმანეთში ეკამათათ ცივილიზებულად ეკამათათ ხან ერთი მთავრობა იქნებოდა ხან მეორე ეს გაეკეთებინა არა აი ეს გააკეთა რაც ეხლა გვაქვს და ღმერთმა ხნას მაინც მივა აქამდე მაინც ეთქვის ამას და ამას ელოდებო რომ პუტინი რო ეთქვის ამო ისუნ თქავს გავიგე მისიც მესმის ხო ადამიანის ცოცხლეს როცა ძალიან ეპოტინება და ეგეც ეპისტოლეში
მიმართული საით იყო და ვისკენ იყო, მე მგონი მივხვდით ხო სულ ყველა. სიცოცხლეს ღმერთი იმაშუება და არა ადამიანი. ასე რომ რაც არ უნდა მოუფრთხილდე, არაფერიც არ იქნება. იქ რაც გადაწყვეტილია, ესე იქნება და ეგ უნდა გწამდეს. არც გახანგრძლივებაში გამოგივა რამე და არც იმაში რომ გადარჩე. არ ნიშნავს სისულელეს გაკეთებას, მაგრამ არის რა ხანდახან თუ იღებ საკუთარ თავზე რაღაცას და სახელმწიფოში პოლიტიკაში როცა მოდიხარ, პოლიტიკაში მე ამას ვამბობ, სიცოცხლე ჩემთვის ეხლა რამდენჯერმე უნდა ყოფილიყავი მკვდარი. პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკაში არიან, მე პოლიტიკოსებზე ვამბობ, მათ თავი უკვე დიდი ხნის გადადებული აქვთ. ისევე როგორც შავ კაბას კუბოს რო ჩაიცმევს, ხო, ის როგორ შეიძლება ფიქრობდეს იმაზე საჭმელი მინდა და გავაკეთო, ხო, კუბო გაცვია, უკვე დამთავრდა, მკვდარი ხარ, სხვა სახელი გქვია. პოლიტიკოსი ესეა, თავი გაწერული აქვს უკვე დიდი ხნის წინ. ასე რომ თუ მიდიხარ ამ გზაზე და ქვეყნისთვის მართლა თავის გაწერვა გინდა, გბირობას ჩაიდან კი ოღონდ მე არაფერი მამი, ვა ფულს რო გაწერავ გავიგე. იმ ფულსაც არ წერავ სინამდვილეში, ხო? და თუ ნუ მიდიხარ რა ამაზე, არც თავი გაიწირო ძმაო და არც არა სხვასაც ნუ გაწირავ და მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის დალაგება. ოღონდ მოსმენა უნდა იცოდე და ტელევიზორით გეუნებოდი თან რა უნდა გაგეკეთებინა, როგორ უნდა გაგეკეთებინა. იმიტომ რომ შენ ისინი ვინც ყავს გენიოსები და ჭკუას რო გარიგებენ და იმას რა ქვია, გეგმას გიდებენ, ეგენიც ნანახი მაგ როგორ აკეთებენ. რამდენს იღებენ იმაში რომ მერე ზღაპარი მოგიყვნენ. რომ იქაც დალაგებული აქვს ამერიკაში დაგილაგებენ, იმათ დაგილაგებენ. აი რა არ ხდება ეგრე ძველები გაიარე, ვისაც კონკურენტებად თuliდი, იმათმაც რა შეცდომები დაუშვეს და მაშინ სწორად რო გაიარე. ეხლაც რაც უფრო მალე გადაწყვეტ იმას, რომ ახალი არჩევნები დაენიშნოს ამ ქვეყანაში და რაც უფრო მალე ჩამოვყალიბდებით იმაში, რომ რანაირი საარჩევნო გარემო უნდა იყოს, ხო? მეტი შანსია იმისი, რომ ქვეყანა დალაგდეს, დაპირისპირება არ იყოს და შენი შეინარჩუნო. შეინარჩუნო სინამდვილეში ფორმულა ამისი, რომ შეინარჩუნებ რაღაცეებს და ისე ძალიან გართულდება. არ გაბრძანდებოდეთ, ალბათ კიდევ გვექნება საუბარი, აწი უკვე ალბათ დაუბრუნდებით და სამშაბათს და პარასკევს ალბათ ყოველთვის თქვენთან ერთად ვიქნები. არ გაბრძანდებოდეთ, ნახვამდის ბოდიშუხტი იმ ადამიანს, ვინც რეკავდა და ვერ უპასუხე, იმიტომ რომ მართლაც დიდი ხანია აღარ მქონია ურთიერთობა და აქედან გამომდინარე საჭირო იყო მე ჩემი აზრი მეთქვა თქვენთვის. არ გაბრძანდებოდეთ, ხავ მშვიდობისა.